გამარჯობა, ეს არის ქორსაუბრების მე-6 ეპიზოდი და დღეს თუმრად ყავს ლუკა გიორგაძე, გამოცდილი software ინჟინერი, რომელიც ეხლა AI Lab-ის team lead-ია. 2018-დან გამოცდილება აქვს უცხოეთში მუშაობის და მანამდე, რა თქმა უნდა, ფართო და ვრცელი software ინჟინერული გამოცდილება. ასევე ლუკა აქტიურად არის ჩართული ფიტნეს მიმართულებით, gym enthusiast-ი და snowboardist-ი. თუ snowboarder-ი რაღაც ასე დაუძახოთ. ლუკა, გამარჯობა, მადლობა რომ შემოგვიერთდი. ლუკა ამ წუთას remote-ად არის ამერიკიდან, მე მგონი დროც გვაქვს ცოტა აცდენა, ამიტომ ცოტა 9 საათი, ხო. ლუკა, გაგვეცანი კიდევ ერთხელ თუ გინდა უფრო ცლად კონტექსტი რომ მოგცე ეხლა რას აკეთებ, იმიტომ მე მაინტერესებს ზუსტად AI Lab-ში team lead-ობა რას ნიშნავს, ცოტა უფრო მეტი შენ გამოცდილებაზე რო ვისაუბროთ და მე შეგვიძლია ნელა უკვე შენ პირად სპორტულ ინტერესებზეც გადავიდეთ. რა თქმა უნდა, მოგესალმებით ტატო მარიამ, პირველ რიგში ძალიან მადლობა ასეთი კარგი ფორმატისთვის, რასაც აკეთებ, ძალიან საინტერესოა და რაც თავარია სასარგებლოა ჩვენი community-ისთვის. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ პროფესიაში ყოფ ადამიანებს დაეხმარება, დააბალანსოს თქვენ პოდკასტი პროფესიასა და ჯანსაღ ცხოვრებას შორის იპოვონ ბალანსი. და რა თქმა უნდა, მადლობა რომ დამიძახეთ თქვენთან ერთად საინტერესო საუბრებისთვის. რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას, მუშაობ ერთ-ერთ ბრიტანულ კომპანიაში Checkatrade, AI Lab-ი. ეს AI Lab-ი არის ლაბორატორია, ეს კლასიკური ბიზნესია Checkatrade და ჩვენ ლაბორატორიაში საექსპერიმენტო პროდუქტებს ვაკეთებთ, ძალიან სწრაფად და ძალიან მალე რომ გავუშვათ და რომელიც გაამართლებს, ასე ვთქვათ, მარტივად რომ გამოგცეთ. შემდეგ მე ამას მიყვებით ხოლმე და გუნდები ყავს და მე ეს გუნდები ამ პროდუქტებს ავითარებ. რაც შეეხება ჩემს მოხვედრას ტექში და სპორტში, ორივე თითქმის თანაბრად დაიწყო, არა, სპორტი დაჟე უფრო მაგამდე. ბავშვობიდან სპორტით ვარ დაკავებული, ოღონდ არაპროფესიონალურად, თუმცა მაშინ ვფიქრობდი რომ პროფესიონალურად. მე დაახლოებით 2015 წლიდან უკვე ჩავერთე ტექში და ასე მოვდივარ და ვაბალანსებ ორივეს. ეს ორი არის, ასე ვთქვათ, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, პლუს რა თქმა უნდა სხვა სპორტული აქტივობები, როგორც არის ზამთარში სრიალი, ზაფხულში შეება ველოსიპედი და ასე შემდეგ. თუმცა რა თქმა უნდა, ყველაფერი არაპროფესიონალ დონეზე, არამედ სამოყვარულო რომ დავაბალანსო ეს ორი ერთმანეთს. ყველა მასე ამბობს, რომ ამას სერიოზულად არ ვაკეთებ, ანუ უბრალოდ პროფესიონალ დონეზე და ბოლოს მე რო შევყვებით, აღმოჩნდება რომ კვირაში საკმაოდ ბევრ საათს უთმობ, რაც თლად დამწყების დონის არ არის და პროფესიონალური მაინც არ არის, მაგრამ საკმაოდ მაღლა არის ვიდრე დამწყების დონე და თან თუ ამას გავშლით წლებზე, უკვე გამოდის რომ სერიოზული შრომაა ჩადებული ამაში. კი. ლუკა, შენ ახსენე რომ 2005-ში დაიწყე, რაც ძალიან ადრე იყო ტექისთვის და ანუ მე ესე პირადად არ გიცნობდი და გადავხედა შენს LinkedIn-ს და ანუ იქ გეწერა რომ 2009-ში უკვე შექმნილი გქონდა შენი პატარა სტარტაპივით როგორ ჯი და მაგაზე რომ მოგვიყვე, ანუ საერთოდ როგორ მოვიდა იდეა 2009-ში რომ შენი რაღაც უნდა გეკეთებინე და რა გამოცდილება მოგცა მაგ ყველაფერმა და სხვათა შორის დღეს გადავამოწმე ეს საიტი და დღემდე მუშაობს და ბოლო პოსტი არის დღეს დადებული. ხოდა მოგვიყევი აბა ამ ყველაფერს. კი, ძალიან საინტერესო გამოცდილება. 2005-ში დავიწყე, ძალიან პატარა ვიყავი და რა თქმა უნდა არაპროფესიონალურად, უბრალოდ ჩემით დავინტერესდი მაშინ პერიოდია რომ მოგეხსენებათ რომ არანაირი ესეთი დიდი რაღაცა ინფორმაცია ამაზე არ არსებობს და გვაქვს რაღაც ძალიან ვიწრო რაღაც წიგნებს თუ სადმე ინტერნეტში ვიპოვეთ და ჩვენი თვითნასწავლი ხალხი ვართ, ეგ ის პერიოდია ძირითადად და ტექში უბრალოდ ესე სამოყვარულოდ რაღაცებს ვაკეთებდი ჩემთვის. მე 2009 წელს უკვე 2008 წლის პერიოდში უკვე რაღაც თვარსები ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდი. ნამდვილად აღარ მახსოვს, თუ გადავხედავ CV-ს გავიხსენებ და პარალელურად ეგ ის პერიოდია, როცა გამოვიდა თვარსების social network-ი, Facebook-ის ის არის, რა ქვია, მარკ ზუკერბერგზე იყო კინო გადაღებული, ძალიან მაგრამ ამან მოახდინა ჩემს ძალიან დიდი შტაბეჭდილება, რომ უყურე რომ რაღაც მილიონებზე და მილიარდებზე ასაუბარდე, რაღაც სასწავლო კორპორაციას აკეთებს ეს პატარა ბიჭი ჰარვარდში.
მეთქი, ძალიან მაგარია რა. და მეც მინდა რაღაც მსგავს გამეკეთებინა და ბავშვობიდან სხვათაშორის აი ყოველთვის ქონა ეგ მოტივი რომ არასდროს არ ვიყავი, არასდროს არ მქონდა მიზანი მემუშავა დიდ კომპანიაში, აი FAANG-ს რო ეძახიან, მე მქონდა ყოველთვის ისეთი ამბიცია რომ აი რაღაცები მე თვითონაც მეკეთებინა, უფრო მაინტერესებდა სტარტაპები, პატარა კომპანიები, სწრაფად როგორ მოძრაობენ, როგორ ვითარდებიან და შემდეგ მინდა რომ ეს მეკეთებინა. როგორც ისედია გაჩნდა რომ ადრე იყო ძალიან პოპულარული ehow.com ესეთი საიტი იყო ჩვენ დროს ყველაფერი იწევდა how to-ი ტელის იდეა იყო how to create website, how to make I don't know რაღაცა და მეთქი მოდი ქართულის გავაკეთოთ რომ ქართველებსაც მივიცეთ ეს ინფორმაციის წყარო მაშინ არ იყო საერთოდ არაფერი ქართული ძალიან ცოტა და გავაკეთე უბრალოდ ჩემთვის ეს საინტერესოდ, მაგრამ აღმოჩნდა რომ ძალიან პოპულარული გახდა და ძალიან ბევრი ხალხი შედიოდა და მე ერთ-ერთი კომპანია მოვიდა სხვათაშორის მაშინ BG, ეს e-commerce ვებსაიტი იყო და მაგათმა იყიდეს. ანუ ეგრეთ ვთქვათ, ჩემი პირველი ექსიტი იყო იმ პერიოდში. და მე მგონა ეხა AI ბოტი ყავდა დაწერილი, რომელიც პოსტავდა და კაი იდეა სხვათაშორის, კაი იდეა, მაგრამ არა, ეხა უკვე სხვები, ეხა მე რეთვოსტები რაღაც კომპანია მიყიდა კიდე რომელიღაცა ჟურნალისტულმა თუ არ ვწდები, მაგრამ ხო, ეხა საერთოდ სხვა ხალხი აკეთებს მაგამ პოსტს. მიხარია რომ შედივა ხოლმე და ცოცხალს უყურებ, ძალიან კაი გზნობაა. კი, მე მახსოვს ძალიან ხშირი სტუმარი ვიყავი მაგისი მანამდე მახსოვს რომ Yahoo Answers ხმარობდი რაღაცეებზე ანუ ehow არ ვიცოდი ზედაზე Yahoo Answers იყო მე მგონი მკვდარია ხა ეგ პროექტი და როგორჯი იყო ქართული და საინტერესო რაღაცები იწერებოდა სულ რა კი ოკეი მე მაინტერესებს მოდი რაღაცა ეს პინგ-პონგი ვითვაკეთოთ, მოდი ახლა ცოტა სპორტის ხარეს გადმოვიდეთ. ჯიმში, ჯიმ ენთუზიასტად გაგვეცანი და მაინტერესებს რა არის შენი ჯიმ რუტინა. ეს როგორ იცვლებოდა წლების განმავლობაში, როგორ მიხვედი ახლა იმ სელექციამდე, რასაც აკეთებ და ხომ არ გიცდია მართლაც სხვა რაღაცეები, ანუ სხვა რაღაცა ძალოვანი ვარჯიშები ან მსგავს რაღაც დისციპლინებში გადასვლა. კი, რაც შეეხება ჯიმის მხარეს, უკვე და სპორტის მხარეს, ალბათ 2000 აი რასაც ვთქვი ჯიმი, დარბაზი 2012-2013 წლიდან უკვე აქტიურად შეიძლება ითქვას აქტიურად ვარ ჩართული და ყოველდღიური ჩემი რუტინის ნაწილია, თითქმის ყოველდღიური, კვირაში 4-ჯერ მინიმუმ ვარჯიშობ. როგორც შენ აღნიშნე, ტატო მასიაკი რაღაც სამყარო და საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ დავთვლი ხოლმე იმდენი დრო მაგატარებული, იქ შეიძლება მაგდენი დრო ძალიან ბევრი რაღაცა შემოხდეს გატარებული. და დილის რუტინა არის, თავიდან რაღაც мотивაციით ვიწევთ ხოლმე, როგორც არის და შემდეგ უკვე დისციპლინაში გადაგვდის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად უბრალოდ ხოდგები მეზარება ხოლმე წასვლა, უბრალოდ არ მინდა რომ წავიდე, მაგრამ უნდა წავიდე. და ვცდილობ რომ უბრალოდ ვარჯიშები რაღაცნაირად მოვახერხო ან ჩემს პროფესიაში, ანუ საქმემდე, ან საქმის მერე, იმიტომ რომ შუალედში ცოტა რთულია ფოკუსის დაკარგვა. ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ ყოველთვის დილით ვივარჯიშო, ძირითადად. სადღაც ალბათ 7 საათზე ვდგები ხოლმე, 7:30-ზე დილით ვარჯიშობ და შემდეგ უკვე უთმობ დანარჩენ მთელ დღეს უკვე საქმეებს და ჩვენს ტექ ამბავს. გუშინ დილით რომ ჩვენი core member-ი შეხვდა ნიუ-იორკის ჯიმში, ეგეც მოვუყევი ხალხს. კი, ეგ ძალიან ისე მოხდა სპონტანურად, ამ თბილისი პატარა თბილისის რომელიმე დარბაზში ვინმე ხვდება ხოლმე ის კი ხარია და რაღაც ისე ხარ ხოლმე ჩაიხუტები რაც ვარჯიშობ. მე ერთად ვარჯიშობთ ხოლმე და ეხლა ნიუ-იორკში რო უცებ ნაცნობს შეხვდები დარბაზში, წარმოუდგენელია და ამის ალბათობა რამდენია ხო, ანუ ნომფერი რამდენი პროცენტი. და ხო, შევხვდით მე და ლევანი. თან ტექის წარმომადგენელს ხო? თან ტექის წარმომადგენელს, თან თქვენი community-ის წევრს. ჩვენთან რო იყოს სტუმრად. ძალიან ბევრი დამხობა. და მოგეთ ვივარჯიშეთ ერთად, ძალიან მაგრად და შემდეგ დღეებშიც ვაპირებთ მე ერთად ლევანის, ბრაიან ჯონსონის
პროგრამას კიდე უნდა გავყვეთ, რაღაც ჩელენჯი მომცა და მე დავაექსეპტე და ნახოთ როგორ გავუქაჩავ. ამიტომ კი, კაი ვარჯიშები გველდება წინ. როგორ მოგწონს? ძალიან კაია, ძალიან მაგარია, ძალიან კარგია. განსხვავდება ხო როგორც ახსენია ვარჯიშების რამდენიმე ტიპი, ძალოსნური ვარჯიშები, რაღაც გამძლეობა, კარდიო. მე ძირითადად უფრო ძალოსნურზე ვიყავი აქამდე. რაღაც იყო ხოლმე პერიოდი CrossFit-ს ვაკეთებდი, გამძლეობაზე ვარჯიშობდი, ჰიბრიდულ ვარჯიშებს ვაკეთებდი. მე ერთ პერიოდი მიტაცებდა ეს აი ქუჩაში ვარჯიშები რო არის სტატიკური და რაღაც მსგავსი ისინი კალისტენიკებს ეძახიან. მაგრამ საბოლოოდ მაინც აი ძალოსნურზე დავრჩი ეს ბოლო პერიოდი და ახლა ლევანი უცებ შემოიტანა ეს გამძლეობის ამბავი და ნახოთ როგორ შევძლებ. აი ლუკა შენ ახსენე რომ უკვე რუტინა არისო და აღარ ვფიქრობ წავიდე თუ არ წავიდეო და ანუ რა შეხმარება ეგ რუტინა თუნდაც შენს პროფესიულ ცხოვრებაში ეგრე გვითხრა. ძალიან კაი კითხვა არის, მარიამ, მადლობა. აქ ზუსტად არის ეგ ამბავი, რომ აი ზოგადად დისციპლინა არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველაფერში. საერთოდ ყველა სფეროში, ყველა მიმართულებაში. მოტივაცია, თან ესეც რაღაც ერთგვარი უკვე ტრენდი წამოვიდა Instagram-ზეც, შეხვდეთ TikTok-ზეც, ყველა წევს რომ მოტივაცია აღარ და არამედ დისციპლინა. ხო, აი რაღაცა ბოლო პერიოდი ფიტზე შევა მე, ჩემი ალგორითმი, მაგრამ ამ ამბავს მიგდებს უკვე. აი სამოტივაციო რაღაც მესიჯები ძალიან კარგია, გაძლევს ერთგვარ მოტივაციას. დილით რო დგები, კაი ხასიათზე, კაი მზე არის მოტივაცია გაქვს რომ წახვიდე, ძალიან კაია, მაგრამ თუ ეს ყველაფერი დისციპლინაში არ გადაიყვანე, ადრე თუ გვიან სადღაც გაანებებ, შეაჩერებ ამ ვარჯიშს, შეეშვები და შემდეგ უკვე რთული ხდება, როდესაც თავიდან იწყებ. ნუ აი, ყველა ვინც ვარჯიშობთ, ყველამ კარგად ვიცით, რომ სამკვირიანი ჩაგდების მერეც თითქმის ისე ხარ, რომ აი რაღაც თქოს ახლა დაიწყო ვარჯიში, ძალიან ჩამორჩები. ამიტომ დისციპლინაში გადაყვანა ამ ყველაფერს არის ძალიან აუცილებელი, რომელიც გეხმარება მერე თვითონ შენს პროფესიულ საქმეში, ამ ჩვენ შემთხვევაში ტექშიც. და ესე ძალიან დისციპლინებულ პიროვნებად გაყალიბებს რა და ნუ ეს მენტალურადაც უფრო სხვანაირი ადამიანი ხდები, უფრო მეტად შენ თავს რაღაცეებში გიწევს შეწინააღმდეგება და უფრო დამაჯერებელი ხარ და ერევი შენ თავს და მე ეს გრძნობა, აი ეს reward-ი გაქვს, ძალიან მაგარია, რომ აი ეს გააკეთე, ნუ სასწაული რაღაცა არის. ამიტომ დისციპლინა ძალიან მაგარია და აუცილებელი. თვითონ დისციპლინაში ვთქვა ჩაჯიქი წლების გამოცდილება გაქვს უკვე შენ და როგორ ვითარდები? შენ თავს როგორ უკონტროლებ პროგრესს? როგორ წარმატება ქონდა, სად გინდა რომ მიხვიდე, ანუ როგორი არის შენი მაგალითად 3 თვე რო ავიღოთ რა, ანუ აი ვარჯიშების განაწილებაზე როგორ ფიქრობ რაც, ანუ მისვლა აღარ გიჭირს, ეხა არის რომ უკვე გინდა რომ განვითარდე. ეგეც ძალიან კაი კითხვაა დატო. არის პერიოდები, როცა მაქვს აი გეგმა, რომ ზუსტად ამ გეგმას უნდა გავყვე და რაღაცა შედეგები მაქვს, აი ნახე როგორ არის ერთის მხრივ სულ გეგმა არ მქონდეს უკვე ისე აი რაღაც პერიოდის მერე გადაგდის ეს დისციპლინაში, ეს ვარჯიში ყოველდღიური რუტინაში უბრალოდ რომ შეიძლება მაგაზე აღარც ფიქრობ, რომ ეხა წავალ და მოდი უკეთეს შედეგს დავდე, ვიდრე დავდე ერთი კვირის წინ. ეს ფიქრები რაღაცა პერიოდის მერე შეიძლება თლად კაფიო აღარ იყოს. აი უბრალოდ დილით რო დგები და პირობითად კვილებს ვეხეხავთ ხო, რაღაც ჰიგიენის კუთხით და არ ფიქრობ, ეხა უფრო თეთრი კვირი მექნება ვიდრე გუშინ, უბრალოდ ადგები და იხეხავ. ანუ რა აუცილებელი ჰიგიენა არის. ეს ვარჯიშიც რეალურად ორგანიზმის ჰიგიენა არის ერთგვარი. ეს მომენტი არის ხოლმე, მაგრამ მაქვს პერიოდები, როცა საკუთარ თავს ვაჩელენჯებ და მინდა ხოლმე დავდო ის უკეთეს შედეგი ვიდრე მაქვს, მაგალითად დადებული 3 თვის წინ. წერ გეგმას, მაგალითად ეხა როგორც გითხარით უკვე ძალოსნურ ვარჯიშებზე ვარ ზედმეტად გადართული და უბრალოდ აი ძალიან მარტივად აი არ ვართულებ ყველაფერს რომ მე ეს რაღაცა ბუღალტერიაში არ გადამივიდეს, ძალიან მარტივად მაგალითად პირობითად ეხა თუ წევ, არ ვიცი 100 კილოს, მოდი ავდგები და ისევ ვარჯიშებ, რაღაცა ვარჯიშებს გავყვები, ეხა უკვე მარტივია ChatGPT-ს რო კითხო იდეალურ გეგმას დაგიწერს, თუ არა საჭირო რაღაც განსაკუთრებული კვლევები, ნუ რა თქმა უნდა ფიზიკურად გიწყოს ყველაფერი ხელს. და მოდი 2 თვის განმავლობაში შევეცდები რომ და ავწიო მაგალითად 110 კილო. და მე ეს აი პროგრესო მიყვები, ერთგვარი პატარა мотиваციაც არის, კიდევ დისციპლინაშიც გეთვლება, მე აი ეს რომ გააკეთებ ამ ყველაფერს
თუ გადახედავ ისტორიას, ძალიან მაგარია და კიდევ мотиваციას გადაძლევს, რომ მე შემდეგ ახალი გეგმა დაისახო. თუმცა აი მას ვაკეთებ დიდი დროის განმავლობაში, შეიძლება ყოველთვი არ გქონდეს გეგმა. აი ყოველ დღე არ გქონდეს გეგმა. მაგრამ დღეები და უბრალოდ აკეთებ. იმიტომ რომ არის აუცილებელი. თუმცა ხო, გეგმა თუ გექნება და განვითარდები ყოველ რაცა პერიოდში ერთხელ, წელიწადში რამდენჯერმე მაინც უკეთეს შედეგს დადებ, ნამდვილად აგეხმარება მე мотиваციისთვის. ChatGPT-ზე რო ახსენე, იდეაში ყველა სპორტში მე მგონი ხა ძალიან აქტიურად გამოიყენება, მაგრამ აი ძალოვან სპორტთან მე მგონი როგორ ქვია მას პრერეკვიზიტი არის, რომ უკვე უნდა იცოდე როგორ უნდა აწიოს სწორი ფორმით ეს წონა და რაც, ანუ ამის მერე უკვე მხოლოდ პროგრამის შედგენაში გეხმარება, როგორც მივხვდი. Სუსტად მასია. თუ ხარ დამწყები და ChatGPT-ს კითხავ, მოდი ახლა ცხოვრებაში ალბათ 5 ჯერ გაქვს ცხოვრებაში ადამიანს აწეული, რა ქვია ის barbell ქართულად ღერძი და მოდი ახლა ChatGPT-ს კითხავ 100 კილოს როგორ ავწევ, დიდი ალბათობით ტრავმი დაამსულებ მაგ ამბავს, რა თქმა უნდა. მაგრამ მე საუბარია უკვე იმ ხალხისთვის, ვინც რაღაცა დონეზე იცის როგორ ივარჯიშოს, როგორ უნდა აწიოს, ტექნიკას სწორად შეასრულოს და ასე შემდეგ. თუმცა თუ ეტყვი ChatGPT-საც თუ სწორად მიაწვი ინფორმაციას და ეტყვი რომ ჰეი, რა გუშინ დავიწყე ვარჯიში და მოდი მითხარიეს როგორ გავაკეთო, ChatGPT დარწმუნებული ვარ, რომ გეტყვის მაგას რომ მოდი 100 კილოს ხვალ მოაწევ და მოდი ესქენი 1 წლის მერე. ამიტომ კი მთავარი არის რომ ChatGPT სწორად მივაწოდოთ ჩვენზე ინფორმაცია. სანამ იმას ვეტყვით რა გვინდა, ChatGPT ჯერ უნდა უთხრათ ვაფშე საერთოდ რას ვაკეთებ, ვინ ვართ. ChatGPT-ს გარდა ხომ არ არის რაიმე აპლიკაციები ან რამე სხვა საიტი ან რომელსაც იყენებ ვარჯიშთან რაღაც პროგრესისთვის, მაგალითისთვის ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ხდება დარბაზისთვის ან ჯიმისთვის და ძალოვანი ვარჯიშებისთვის აპლიკაცია Heavy, რომელსაც ბევრ სხვა ტრეკერებთან ძალიან კაი ინტეგრაცია აქვს და ვიზუალიზაციაც პირდაპირ გაჩვენებს როგორ გააკეთო. მე ჯიმის მიმართულებით ძალიან დამწყები ვარ და ეს რო ნახე ეს აპლიკაცია ძალიან მარტივი გახდა რაღაცეების გააზრება და გადალაგება, რომ რამდენი გამეორება რა მჭირდება, რამდენი წონით, როგორ დავტეკო რაც და მსგავს რაღაცებთან როგორ გამოცდილება გაქვს, ან თუ ყოფილა რამე და შენთვის არ გაამართლა. კი, ძალიან კაია. სხვადასხვა ძალიან მაგარია ეს აპლიკაციების გამოყენება ვარჯიშის დროს. აი, ადრე ვიყენებდი ძალიან bodybuilding.com-ს ქონდა ძალიან კარგი აპლიკაცია, პატარა ვიდეო ისინიც იყო, თუმცა ძალიან ადრე, ალბათ 10 წლის წინ, 8 წლის წინ. პატარა short ვიდეოები იყო, უბრალოდ ტექნიკას შეხედავდი, დაახლოებით ხვდებოდი, როგორ უნდა გაეკეთებინა. ახალი რაღაც ისინიც იდეები ზოგჯერ აი ყოფილა ხო შემთხვევა დარბაზში მისვლა და მოდი დღეს ოკეი, მკერდი მაქვს, მაგრამ აი რა გავაკეთო რა, ხედავ 1000 ტექნაჟოს, ხო? და უცებ იდეისთვის კაი რაღაცებია. ეგ აპლიკაციაც CV ძალიან მაგარია, გამიგია, უბრალოდ მე არ მაქვს, არ ვიყენებ ახლა. თუმცა ვურჩევ რატო არის technology პოდიში overlook გვაქვს რატო არის technology nerd-ი. ანუ ეს ნიშნავს რა დაიწყოს რაღაც კეთებას, მაგალითად ერთი კვირის წინ დაიწყო მგონი ჯიმში ვარჯიში. ანუ ყველაფერი მორისერჩებული აქვს, ყველანაირი აპლიკაცია, ყველაფერი გადმოწერილი და გატესტილი აქვს, ასე რომ თუ რამე დაგჭირდება, დადასთან შეგვიძლია პირდაპირ მოიკითხო ფიდბექი. მომავალში ალბათ ChatGPT-ზე პირველი ჯერ ტატოს კითხავ, აი ტატო რომელი აპლიკაცია უკეთესი და მერე ChatGPT. კი, approved. კი, approved, ტატო approved. ხო, ამაზე ალბათ პირიქით უნდა დაგისვა. მართალია თქვენი პოდკასტია, მაგრამ ამაზე პირიქით უნდა დაგისვა ტატო. ითხოვა როგორია გაგვიზიარე. კივი. ზოგადად დარბაზი მე მგონია რომ ეხლა იმ ეტაპზე ვარ რომ ძალიან მიჭირს. მოკლედ ყველანაირი ვარიაცია ვცადე, ადრე სხვადასხვა დარბაზები, სხვა სავარჯიშოები რომ ეკეთებინა და ეხლა ყველაფერზე მეტად რომ გამემარტივებინა, ჩემი სახლის ქვემოთ რაც არის, მართლა ჩუსტევით რომ შეიძლება ჩახვიდე და ივარჯიშო, მან შევჯერდი. საუკეთესო ჯიმი არ არის, მაგრამ იმის გამო რომ ჩემი თავი გავაგდო რა. არა უშავს ისე მიდის, მაგრამ აი შენ რო თქვი რომ კარდიო მერე უკეთესიაო, როდესაც მორჩებიო და ძალოვანი ვარჯიშები პირიქით პროცესშიო, ჩემთვის ეგ პირიქითაა შეტრიალებული და ძალიან მწვალობ, იმიტომ რომ რაღაცა ნელი პროცესი არის, თუმცა აი ამ რეზისტენტულობაზე ვცდილობაწი რომ რაღაცა სიამონება მივიღო, რომ რაღაცაზე იბრძვი და ცოტა ვარიაციები შევიტანე, მაგალითად თუ მაქვს ზედატანის დღე, ვცდილობ მაინც ცოტა
ფეხებიც ვავარჩიო, იმიტომ რომ ჩემთვის რაღაც უფრო სასიამოვნოა, როცა უფრო დიდ წონას ვეჭიდები და უფრო რაღაცა წვალო შეიძლება ბულგარიან სპლიტ სკვატები შემოვიტანო, როცა სულ სხვა რაღაცები მაქვს საკეთები და არა უშავს რა. ტოპ 1 არ იქნებოდა ჯიმი, მაგრამ არის რა. კი, დროის ამბავია ეგეც. აი რამდენი ხანი ადრას დაიწყე დადო ჯიმში? ერთი თვე. მაშინ არ მანამდე მქონდა გამოცდილება, მაგრამ ხო, მეტი დრო უნდა მივცე. კი, მეტი დრო. აი დაახლოებით 1 წელი არ გაჩერდე და ატო ახსენე რა ეს პინგ-პონგივით იყოსო ჯერ ტექი მერე სპორტიო და ეხა ტექსი და უბრუნდათ ისო. შენ რეზიუმეს კი არა და LinkedIn-ს რომ გადავაულე თვალი. ეწერე რომ 2019-დან წერ Go-ზე და Web Assembly-ზე და სავარაუდოდ რადგან low level codes წერ გექნება რაღაცა ისეთი პროექტი, რაზეც გინდა რომ მოყვიან მოსაყოლია. კი, კაი, კითხვა. ხო, მე ვიტყოდი რომ ისა სანამ პასუხს დაიწყებ Go მიმართულებით, ლუკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყო, როდესაც სიახლეებსაც წერდა, ცოდნასაც აზიარებდა, მერე გუნდი წავდა შეკრული, მოკლედ Go-ს მიმართულებით მე მგონი საკმაოდ ბევრი მსმენელი ლუკას ამოიცნობს სათაურიდან. კი, Go-ს community სხვათა შორის ვარ Go community-ში ქონდა კიდევაც რამდენჯერმე შეხვედრა. არც თუ ისე ძალიან დიდი community ყავს საქართველოში, მაგრამ უკვე ნელ-ნელა ამენის პოპულარიზაცია ხდება და ძალიან მიხარია ეგ ამბავი. ხო, Go-ზე, ოფიციალურად 2019 წლიდან კი მაგამდეც ვარჩევდი ხოლმე რაღაცას, მაგრამ ოფიციალურად უკვე 2019-დან დავიწყე გამოყენება კომპანიებში. ძალიან კარგი ენა არის, ძალიან კარგი საშუალება არის თანამედროვე პრობლემებს პასუხობს და WebAssembly-ს რაც შეეხება WebAssembly-ს backend-ის ნაწილია დღეს რაც ნელ-ნელა არ არის ვისამი სტანდარტი ჯერ, მაგრამ ნელა ალბათ რამოდენიმე წელიწადში გახდება WebAssembly-ს backend-ზე WebAssembly ნიშნავს რეალურად კონტეინერიზაციას, როგორც აი Docker-ი, უბრალოდ არის გაშვებული WebAssembly-ს runtime-ზე, აი როგორც Java runtime-ია, ასეთი runtime-ია WebAssembly სხვა ენაზე, Rust, Go, გაშვებული backend-ზე, არის იზოლირებული სისტემა, ეგრეთ წოდებული sandbox-ი, სადაც შეგიძლია კოდის execution-ი, ანუ კოდი გაუშვა, პირდაპირ backend-ის ნაწილში, ისე რომ გარეთ არ ექნება ამ კოდს ცდომა, ანუ არ ექნება სისტემაზე, სერვერზე, სხვადასხვა სერვისებზე ცდომა. ძალიან იზოლირებული, იქამდე სანამ არ მიცემ permission-ებს. ცოტა ძალიან ისეთია, ხო, აი ახალი სფეროა, ძალიან ტექნიკურია. აი ძალიან მარტივი use case-ი შემიძლია მოგიყვანო. აი cloud function-ი ავიღოთ, ხო? Cloud function-ი რა არის, ხო, ანუ იდეაში კოდი ფუნქცია რაღაცა ეშვება რაღაც სერვერზე. აქვს cold start-ი, ჯდება ცოტა ძვირი და cloud function-ი არის რამოდენიმე სპეციფიური ენებისთვის, ხო, ცალკე არის Python-ისთვის, JavaScript-ისთვის და რამდენიმე სხვა ენებისთვის, სადაც შეგიძლია რომ ეს კოდი დაწერო გაუშვო cloud-ზე, ხო? WebAssembly არის უნივერსალური WebAssembly-ს წერს სხვადასხვა ენაზე, მაგრამ როდესაც უკვე build-ს აკეთებ, ხო? ეს build-ი არის კონკრეტულად WebAssembly-ს ფორმატში, რომელიც არის უნივერსალური ყველა პლატფორმაზე. Binary-ია, ხო? კი, binary-ია, ეგრეთ წოდებული და ყველა cross platform არის და შეგიძლია გაუშვა ნებისმიერ სისტემაზე, სადაც WebAssembly-ს runtime-ი არის გაშვებული. ერთ-ერთი ასეთი use case-ი სხვათა შორის აი ჩვენ გქონდა ბანკში, Pay ბანკში სადაც მუშაობდი, ესეთი use case-ი გქონდა, რომ გვინდოდა რაღაცა ფუნქციების გამოძახება, რაღაც ტრანზაქციების გაკეთება შიგნით ჩვენ სისტემაში, ოღონდ ისე რომ არ გაგვეხსნა API და ასევე გვჭირდებოდა რომ მომხმარებლებს დაეწერათ პატარა აპლიკაციები, app-ები, ეგრეთ წოდებული ჩვენ marketplace-ი რო ყოფილიყო. შემდეგ ეს აღარ განხორციელდა,
სხვანაირად წავიდა ეგ ამბავი, მაგრამ ეს იყო იდეა. და ამათი მოხმარებლების ეპები გაგვეშვა ჩვენივე runtime-ში, ჩვენივე სისტემაში, სადაც შეეძლოთ გამოიყენებინათ სხვადასხვა ფუნქციები. აი მაგალითად ერთ-ერთი use case იყო ესეთი, რომ არ ვიცი, რომ ჩამერიცხება ბანკში ჩემს ანგარიშზე პირობითად 100 ლარი, დამეწერა პროგრამა, დამიკონვერტირე არ ვიცი დოლარში და გადამიტანე მე სადებოზიტო ანგარიშზე, ხო? აი ჩვეულებრივი კოდი დამეწერა, მე ეს გამეშვა და ჩვენთან სისტემაში იყო გაშვებული ეს კოდი მოხმარების, ანუ აპლიკაცია იყო გაშვებული. რაღაც ცალკე SDK და რაღაცებს არ ჭირდებოდა რომ გამოიყენებინა. ხო, ეხა დღეს დღეს ვაკეთებ ერთ-ერთ open source, ვცდილობ ზოგადად open source-ში კონტრიბუცია მოვახდინო, აი Go-ზე რამდენიმე ისეთი ბიბლიოთეკა მაქვს გაკეთებული, მაგრამ WebAssembly-ის ერთ-ერთ ძალიან კაი use case მოგივანთ ახლა. N8N თუ გაიგეთ, აი N8N-ის ავტომატიზაციის თული არის workflow-ების გასაკეთებლად და რა ხდება? ხდება ის, რომ არის სხვა node-ები და node-ებს ერთმანეთთან აკავშირებ და რაღაცა conditioner-ის მიხედვით ეს node-ები ეშვება. ოკეი, ხო? ძალიან მარტივი. მაგალითად, არ ვიცი. ყოველ 7 საათზე შემიმოწმე მეილი, თუ სადმე წერია urgent, მომწერე WhatsApp-ზე რა და ეს გაკაშებული. ეს სინამდვილეში დიდ რესურსს მოითხოვს, აი რაღაც დოკერებია გაშვებული, რავი, JavaScript-ის რაღაც engine-ებია გაშვებული, N8N რო გავუშვა, დიდ რესურსს მოითხოვს რა. და არ არის cross-platform-ული, ანუ წერენ მხოლოდ JavaScript-ზე. ჩემ შემთხვევაში, როდესაც მსგავს open source tools ვაკეთებ, უბრალოდ ყველა ეს კოდი, ეს execution-ი, ეს node არის WebAssembly-ის ცალკე ტიპი, ცალკე node, ოკეი? შეგიძლია ერთი node იყოს მაგალითად JavaScript-ზე, მეორე node, არ ვიცი, Rust-ზე და execution-ი გავუშვა ამ workflow-ების. აქ არის ერთ-ერთი use case კიდევ. მან დაცხა შეზღუდული ხარ ენებში ყველაზე არ მუშაობს არა? გონი C++-ი, Go, Rust-ი? კი, ყველაზე არ მუშაობს, იმიტომ რომ WebAssembly-ის runtime-ი თუ არ არის ამ ენაში დასაპორტებული, ანუ WebAssembly-ის სტანდარტია და თუ ენამ ან community-მ ამის იმპლემენტაცია არ მოახდინა ამ სტანდარტის, შესაბამისად არ არსებობს runtime-ი. თუ runtime-ი არ არსებობს, ვერ გაუშვებ WebAssembly-ს. თუმცა თეორიულად შესაძლებელია რომ ყველა ენას ჰქონდეს ამის საპორტი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში binary და binary-ს უშვებ ბოლოს. მოდი ცოტა ხანი open source-ზე ვისაუბროთ კიდევ. როგორ დაიწყო შენი open source-ში ჩაბმა? რა არის შენი мотиваცია? და როგორ ფიქრობ, რას გაძლევს open source-ზე? ძალიან კაი კითხვა არის open source-ი ზოგადად, open source-ის დადებითი მხარეები ხარ, რა თქმა უნდა, ყველა ტექის წარმომადგენელმა იცის, მაგრამ მაინც ხას გაუსმით ის არის, რომ განვითარებადია სწრაფად, ხელმისაწვდომია ყველასთვის, ყველა ტექისთვის და განვითარებადია ორმხრივად, როგორც თვითონ დეველოპერისთვის, ვინც open source-ის კონტრიბუციას აკეთებს, ხო? ასევე თვითონ open source პროექტისთვის, იმიტომ რომ სად ორი კაცი რო აკეთებ ჩაკეტილი და სად მთელი ვიცი GitHub community, ხო? უბრალოდ როგორც იდეა მომწონს ძალიან open source-ი და ძალიან მოყვარული ვარ open source-ის იდეის, ანუ იდეოლოგიის და უბრალოდ ძალიან აქტიურად ვერ ვარ ფიზიკურად ჩართული, მესმის შეიძლება მაინც გამონახოს ადამიანმა დრო, მაგრამ მაინც პრიორიტეტები აქვს ყველაფერი, აი მაშინ რაღაცას უნდა გამოაკლო, ვარჯის, რაღაცას უნდა გამოაკლო, რომ აი კონტრიბუცია გააკეთო, როდესაც full time ჯობი გაქვს ძართულია, მაგრამ ვცდილობ ხოლმე რომ გავაკეთო. დაახლოებით ალბათ 2010-11-დან დავინტერესდი ძალიან open source-ით და ძირითადად მაშინ იყო რომ უფრო ვარჩევდი პროექტებს, როგორ იყო გაკეთებული, ეს მაინტერესებდა, ანუ კონტრიბუცია ნაკლებად შემეძლო და ნაკლებად ვიცოდი მაშინ და ვარჩევდი პროექტებს, ასეთები იყო რამდენიმე, აი ძალიან პოპულარული იყო Joomla, Drupal, აი როგორ იყო ეს სისტემები აწყობილი, მაშინ ძალიან ესეთი ტრენდული იყო ეგ ამბავი და ვარჩევდი და მე ნენელა დავიწყე მეც რომ რაღაცა პრობლემას შევეჯახებოდი, მოდი ეხლა რა სანამ დაველოდები მინიმუმ GitHub issue-ს გავხსნი. ოკეი? მე GitHub issue გავხსენი, მე რაღაც მეორედ მოდი იქნებ მე გავფიქსო.
და რაღაცა პატარა PR-ი გავაკეთო. სხვათა შორის open source-ში კონტრიბუციას აი ნაწილბად დავყოთ. არის აი სანამ პირდაპირ open source-ში კონტრიბუციას დეველოპერი დაიწყებს, ძალიან კარგი იქნება თუ პროექტს გაეცნოს. შემდეგ აი ესე პატარა მარტივი issue უბრალოდ გახსნას, ოღონდ გაანალიზოს რამდენად რეალურად ეს პრობლემაა, რაზეც საუბრობს. შემდეგ ძალიან სპეციფიური, ძალიან მარტივი, თუნდაც რამოდენიმე ლაინის PR-ი გააკეთოს და ესე ნელა ეტაპობრივად გაყოს. აი ზუსტად ამას გავყვევი მეც. და მე უკვე რაღაც ეტაპზე უკვე გადავწყვიტე რომ მოდი რაღაც უფრო დიდი პრობლემები რაც არის. აი ერთ-ერთი ესეთ პრობლემა იყო აი Flutter-ზე Tattoo Tours-ები შენს ქონია შეხება Flutter-თან. Flutter-თან იყო ესეთი პრობლემა. მოკირების ადაპტერი არ არსებობდა HTTP-ის მოკებს ვერ აკეთებდი request-ზე, ან ძალიან ადრე ვიძახი ეგეცავი 1-6 წლის წინ. ხო და ფიზიკურად არ არსებობდა. და მოდი ავდექით გავაკეთეთ რა და აი უცებ რაღაც სასწაულად, აი top 5 ბიბლიოთეკაში გაჩნდა იქ Flutter pub dev-ზე რა. და ну აი რეალურად პრობლემა იყო, ხალხს ჭირდებოდა და აი არც არანაირი ის არ სტატია დავწეროთ Medium-ზე ერთი მხოლოდ ეგ. ხო, და ну ეს ყველაფერი თავისით მეანლენა მოცდავარი რაღაც დრო გამონახო ადამიანმა, თვეში რამდენიმე საათი გააკეთო კონტრიბუცია კარგია შენთვისაც და სხვისთვისაც რა თქმა უნდა. ხო, ის Flutter-ის ერაც მახსოვს შენი. ძალიან ღრმად იყავი მაშინ Flutter-შიც, მე Go-შიც, კაი დრო იყო. კი. ისე მაინტერესებს შენი აზრი. აი open source-ში ძალიან დიდი ხანია ხარ და როგორ უყურებ მომავალში განსაკუთრებით აი ამ AI თულებთან ერთად როგორ იქნება open source-ის მომავალი. ბოლო ამბებს დაწეული იქნება ალბათ Tailwind CSS-ის ირგვლივ რაც ხდებოდა. მოკლედ კონტექსტისთვის ვინც არ იცის Tailwind CSS-ი არის ყველაზე ცნობილი framework-ი. რა თქმა უნდა AI-საც ყველაზე კარგად აქვს ნასწავლი და რაც AI გამოვიდა, განსაკუთრებით ბოლო 1 წელი დაახლოებით 70-80% დაუვარდათ ტრაფიკი დოკუმენტაციაზე და შესაბამისად მათი შემოსავალიც დაეცა, რადგანაც ვერ ყიდნენ თავიანთ სპეციალურ კურსებს, საპორტს რაღაცა, იმიტომ რომ AI აკეთებდა ყველაფერს და ფაქტობრივად 70-80% სტაფის გაუშვეს. და ავტორი იწერებოდა ამ სირთულეებზე. ხო და მოკლედ შემაზანზარებელი იყო ძალიან ბევრი ის. აქ მაინტერესებს უბრალოდ შენი აზრი კონკრეტულად Tailwind-ზეც თუ გინდა ელაპარაკე, თუ გინდა არა, უბრალოდ როგორ უყურებ სამომავლოდ open source პროექტებს, როგორ შეუძლიათ რომ რაღაც sustainable მოდელი კონდეთ. ხო, ეგ ძალიან სამწუხარო ამბავია, წავიკითხე ეგ GitHub-ის discussion-ში ქონდა თუ არსები დაწერილი, დაპოსტილი მაქვს დამფუძნებას ეგ ამბავიდან ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ მართლა Tailwind-ი, ერთ-ერთი საუკეთესო დღეს, ვიცი, 10-დან 9 ვებსაიტი Tailwind-ს ვიყენებთ. და რაც შეეხება open source და ზოგადად AI, ანუ მართლა რა გინდა არ უნდა hype-ი დაუძახოთ, რეალობაა რომ ანუ რევოლუციური რაღაცაა. ხო, აი უცებ ბევრ რაღაცას გადატრიალება მოახდინა. ხო, აი თუნდაც ელემენტარული სანამ ახლა პოდკასტს დავიწყებდით, უცებ ამოვარ და feed-ზე X-ის რომ აი Stack Overflow-ს ის ნახე რა ქვია, სტატისტიკა თითქმის 0-ზე არის დაცული კითხვების დასმა. თითქმის ამ ჩათვალე Stack Overflow უკვე ფაქტურად აღარ არსებობს. ხო და ანუ ძალიან სამწუხაროა ხა ესეთი პროექტები, ძალიან მაგარი პროექტები რომ ჩერდება უბრალოდ მე ვუყურებ ესე რომ პრობლემა უბრალოდ უნდა მოახდინონ ადაპტაცია რამენაირად და უბრალოდ მიდგომები უნდა შეიცვალოს რა. აი თუნდაც open source-ში, თუნდაც დეველოპერების გადმოსახედიდან არსებობს რაღაც AI-ის ოპტიმიზაციის, კონტენტ ოპტიმიზაციები, რაღაც როგორც იყო SEO, თუ არსები რაღაც მსგავსია, რომ აი როგორ მოახდინოს AI ბოტმა ისე რომ შენი კონტენტი დააპრიორიტეტოს, ხო, აი პასუხებში და ამ შემდეგ ასეთი ტექნიკები არსებობს.
და შესაბამისად იგივე შეიძლება ითქვას open source-ზეც, რაღაცნაირად შეიძლება რომ ადაპტაცია მოახდინო ისე რომ შეიძლება Google-ში ტიპმა აღარ გიპოვოს, მაგრამ ChatGPT-თან გადმოვიდე შენთან პირობითად ხო ამ Perplexity-დან. უბრალოდ მოხდეს ადაპტაცია. ძალიან მყარი არგუმენტი მაგაზე მე არ მაქვს, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ხალხი მსჯელობს და კონტრავერსიალ არის ცოტა, ზოგი ესე ამბობს, ზოგი ისე და რთულია ეხა რაღაცის პროგნოზირება, უბრალოდ მაქსიმუმ რაც შემიძლია თქვა არის ჩემი აზრი. ამასთან დაკავშირებით რომ უბრალოდ რაღაცნაირად ადაპტაცია უნდა მოახდინოთ. ეხლა როგორც არის, თუ ესე გავყვებით, აუცილებლად თუ არაფერს არ შევცვლით, ძალიან ბევრი კარგი პროექტი გაქრება კი. თან რაღაცის მიმღებლობაც უნდა გქონდეს, ხა long term-ში რომ Stack Overflow ალბათ გაქრება, ანუ ეგ ხო ჯერ 2-4-ია. და მგონია რომ მიმღებლობა უნდა გქონდეს, იმიტომ რომ პროგრესს მოაქვს ის, რომ რაღაცა წარსულიდან აღარ გჭირდება ისე ძალიან როგორც ადრე გჭირდებოდა და ხო, უბრალოდ მაგ ადამიანებმა, ვინც მაგას აკეთებენ, როგორც თქვი, ადაპტაცია უნდა მოახდინონ. Ზუსტად. კი. სამწუხარო ფაქტი იყო, უბრალოდ რთულია ეხა ეგ უთხრა იმ ადამიანს, ვინც ასე ვთქვათ გამოზარდეს ყველაზე ცნობილი framework-ი და თავისივე ნაშრომი სადღაც მერე ჭამთ რა, იმიტომ რომ უმეტესობ დოკუმენტაციაში თუ ასე ძალიან ფასიან კურსს ყიდულობდა, აღარ ჭირდება, იმიტომ რომ იმდენად კარგად არის გატრენინგებული LLM-ი, რომ პირდაპირ აგენტი გიწევს, ან ავტოკომპლიტი გაძლევს და აღარ ჭირდება ადამ ვართანის ფასიანი კურსი რა, მაგისტრის რო ელემენტარულად რაღაცა გააკეთო რა. ოკეი, ეგ ამბავი ჩავხუროთ მინორულ ნოტაზე თუ როგორც გინდა, მაგრამ საბედნიეროდ ძალიან ბევრი ამ ამბავმა დაატრიგერა ის, რომ ტოპ კომპანიებმა დაიწყეს Tailwind CSS-ის სპონსორობა, არავინ არ ელოდა ეგრე ძალიან კარგ რეაქციებს და ფაქტობრივად ამოვიდნენ და რაღაც დროებით მაინც კარგად არიან. მოდი დავბრუნდეთ სპორტის მიმართულებით. ჯიმზე ვისაუბრეთ, კაიხანი, ეხა უკვე ზამთარია და მოდი ზამთრის სპორტზეც ვისაუბროთ. თავიდან რომ ვერ გავიგე სნოუბორდერი დაუძახა და სნოუბორდისტი. სანამ მაგაზე გადავიდოდეთ, ეს არის ჩვენი პირველი ეპიზოდი ამ წელს. ხო და რაღაცა სპორტის მიმართულებით New Year resolution-ები ხوار დაგიდიეთ. ან challenge არა რთულია. პროცესიც ამონება მინდა ვიდრე რაღაც მიზანი მაქვს. ამ წუთას დატრამული ვარ. არ ვიცი როგორ წავა. როგორ მივაღწევ, ამიტომ პროცესს მინდა ვისიამოვნო. აი, მაშინ გადავიდეთ სრიალზე. და ზუსტად სრიალის სეზონია ახლა. და მოგვიყავი როგორ დაიწყო შენი და სნოუბორდის ურთიერთობა. ხო, სრიალი ზამთრის სეზონი ძალიან მაგარია. აი, კარდიოს შეგვიძლია ეგრევე დავუკავშიროთ. სრიალი და კარდიო ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. აი, სპორტულად, კიდე რატოა კარგი, ხო, აი ეს სპორტული აქტივობა ზოგადად, აი სპორტულად აქტიური თუ ხარ ცხოვრებაში, ხო? მე უფრო მარტივი ხდება, თუნდაც ასეთი ჰობების შეძენა, ასე ვთქვათ. ხო, აი სრიალი თუნდაც ასაკში რო დაიწყოს ადამიანმა 25 წლის, 30 წლის ასაკშიც არ არის ისეთი მარტივი როგორც მაგალითად 7 წლის ასაკში, მაგრამ სპორტულად აქტიური თუ ხარ, შედარებით უფრო მარტივია ვიდრე იმისთვის, ვის საერთოდ დავარჩევს. ხო, აუ, სნოუბორდიც დიდი ხანია ვარ სრიალებ კატალოგ სრიალებ როგორც შეიძლება ითქვას. ალბათ 10 წელია. სხვადასხვა ოთო ყავდათ ლოლუა. აი ერთად სრიალებ თქო სვანეთში გვაქვს ხოლმე ეს ტრადიცია რომ ყოველ წელს მივდივართ სვანეთში რაღაც პერიოდი გვაქვს გამოყოფილი ჩვენი ცხოვრების ეს ერთი კვირა ან 10 დღე ან 2 კვირა მივდივართ ხოლმე ერთად სრიალებით ვეშვებით ხოლმე სხვა თებიდან და ერთგვარი ტრადიცია არის განტვირთვის საშუალება არის ძალიან მაგარი და რაც მთავარია არის ჯანსაღი. ხო აი ისეთი ჰობია რაც სინამდვილეში სპორტთან არის საკავშირში, კარდიოსთან არის კავშირში, ისევ ჯანსაღი ცხოვრება და რა ვიცი, ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია, უბრალოდ ახლა დღეს წელს ალბათ თუ მოვასწარი, კაი იქნება, თებერვალს ჩამოვდივარ, თებერვლის ბოლოს. თებერვალში მოვასწარი. ხო, ეგეც კი. შარშან მარტამდე იყო, მაგრამ ხო. ხო, აი
ყველაზე კარგი სეზონი ძირითადად ძალიან overlap-ი გვაქვს მობის. სხვათა შორის სრიალზე მინდა ვიკითხო. სრიალი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაუმული სპორტი, განსაკუთრებით დამწყებებისთვის. მან როგორია შენ გამოცდილება? თუ მიგიღია რამე სერიოზული ტრაუმა, ან მეორე არის რომ როგორ ცდილობ რომ აირიდო. განსაკუთრებით იმას თუ მივიღებთ კონტექსტში რომ საკმაოდ ნავარჯიშები ხარ, ანუ ძალიან კარგად უნდა ფლობდე ძალიან კარგად ფლობ დარწმუნებულად უკვე სხეულს, გზნობ ლიმიტებსაც და ასევე ბევრად უკეთესი წონასწორობის შეგრძნება გექნება. მაგრამ მაინც მაინტერესებს რამე ხარ ყოფილა რამე кейსები და როგორ ერევი ეგეთ რაღაცებს. კითხვა, ნახე, ბავშვობაში ვარჯიშობდი, დავდიოდი ტანვარჯიშზე, დიდი ხანი საკმაოდ და სხვათა შორის ფიზიკურ ტანვარჯიშს ეძახიან და ბატუძე ხტომა, ეს ორი ტანვარჯიშის ტიპია, სხვადასხვა მაგას დავდიოდი და სხვათა შორის მეორეზე ვარ გასული და მესამეზე საქართველოს ჩემპიონატში, ძალიან პატარაობაში, ღრმა ბავშვობაში, 99-2000-იან წლებში. და ის რა ქვია, რაც პირველი მასწავლეს ტანვარჯიშზე და სხვათა შორის სნოუბორდზე მინახავს ძალიან ბევრი ინსტრუქტორი, ხო? არა მარტო სნოუბორდზე, თხილამური ზამთრის სპორტში, რომ პირველი ასწავლის დაცემას როგორ უნდა დაეცეს სწორად. ეგ არის ნომერ პირველი, რაც უნდა იცოდე. და მერე არის უკვე დანარჩენი. და ტანვარჯიშიც არის იგივე, ძალიან ტრაუმულია ტანვარჯიშიც. და სხვათა შორის ზამთრის სპორტში, კი რა, სპორტებში ერთ-ერთი ყველაზე ტრაუმულია და სწორად აღნიშნე ეს სნოუბორდი განსაკუთრებით და თხილამურიც. და ნუ აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდეს სწორად დაცემა რა. და გამომდინარე იქიდან რომ ეს გამოსწრება მქონდა, აი რაღაცნაირად აი ინსტინქტში muscle memory-ს ეძახიან, ხო იცი? ეს ინსტინქტში გიჯდება როგორ დაეცე რაღაც ჰაეში ვარდები, აი პირველი რა უნდა დაარტყა, მაგალითად ჯობია რომ ხარი დაარტყა, ვიდრე თავი, ხო? ან რაღაცნაირად დაატრიალდე ჰაეში. ხო და ნუ ძალიან რთულია ხა ტრავმის არიდება, რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტში სადღაც ეხა ვისაც გვისრიალია ერთხელ მაინც რაღაც ტრავმა გვაქვს. უბრალოდ მან თავარი არის რომ ნუ პირველი დაცემა ვისწავლოთ, მეორე რომ აი ფიზიკურად გქონდეს სხეული გავარჯიშებული, კუნთის მასა გქონდეს ცოტა მეტი. როცა კუნთის მასა მეტი გაქვს აი ტრავმაც, დაცემის შედეგად მიღებული ტრავმის სირთულეც უფრო ნაკლებია ალბათ სტატისტიკურად. მიმიღია ძალიან მაგარი ტრავმა, აი მხარზე დავეცი, მყესები ძალიან დამეჭიმა და არ გამისცა და ზუსტად აესმით რა ექიმმა საქართველოში რომ აი რადგან გავარჯიშებული გაქვს და აი კუნთის მასა გაქვს აქ მხარზე ძალიან დიდი და ის მიიღო, დატვირთვა კუნთმა თავის თავზე და რაღაცნაირად ისე მოხდა რომ თლად ყესები არ გაგისწავლდა, ნუ ეს კიდევ უფრო გამიხარდა მეთქი ერთ თვეში კიდევ უფრო მეც ვივარჯიშებ რომ რაღაცა უფრო ნაკლები ტრავმა მიიღო. ხო, ტრავმებს ვერ ავწდებით, სპორტის ერთგვარი ნაწილია, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ რომ შევეგოთ, უნდა ვიცოდეთ რომ სწორად მოვუაროთ მერე და გავაგრძელოთ ისე ვარჯიში რომ ისე ჩვენი საყვარელი ჰობები ვაკეთოთ. ხო. მოდი ჩაგეკითხებით ცოტა ტრაუმაზე, იმიტომ რომ ძალიან სამოტივაციო ფრაზები გააჟღერე და რეალურად კი ეგრე რომ რაღაცებს უნდა შევეგუოთ, რაღაცები შეპრნელად მივიღოთ. შენი როგორ დაგისახა კითხვა. შენ თვითონ როგორ გძნობ ხოლმე და როგორ აკონტროლებ აი შინაგანად რომ გინდა რომ მალე თქვათ მორჩე, მალე მიხვიდე ვარჯიშზე, თქვათ როცა დატრაუმული ხარ და აი გადატეხო რა ეგ ტრავმა და დაბრუნდე ისევ ძველ ტემპში. ან იქვე დაამატე რომ შეიძლება რაღაც პერიოდი ამოვარდნილი ხარ რა ფორმიდან, მაგრამ გონია რომ რამოდენიმე ვარჯიში ისევ იქ დაბრუნდები. მაგრამ რეალურად უფრო მეტი ხანი გჭირდება რა დასაბრუნებლად. არ ვიცი რამდენად ხვდები ასოციაციას ავლებ შენს წარსულ გამოცდილებთან, მაგრამ ეგეთ რაღაცეებს მენტალურად როგორ ერევი? აუ ძალიან კაი ის არის ეგ რა, აი სულ აი ხუმრობით მithქვამს ხოლმე რა, სამეგრელოში თუ ოდესმე ვარჯიშს საერთოდ გავანებებ თავს, ეს იქნება აი ტრავმის შემდეგ აღარ გაგრძელებ, იმიტომ რომ ძალიან რთული, აი მენტალურად არის უაღრესად რთული და უბრალოდ აი მე რო წარმოვიდგენია მე ხა ჩვენ რაღაცა მაინც ასე თუ ისე ჰობის დონეზე გვაქვს ხო არ ვართ პროფესიული და აი რო შევხედავ ხოლმე უკვე აი
პროფესიონალ ათლეტებს ხო აი როგორ ქართველებიც რო აიღო რავი აი მერაბდვალიშვილი სხვადასხვა ჩემი კლასელია ჩემ ბავშვობის მეგობარია ერთად ვარჯიშობდით კიდევაც კი სკოლაში ერთად სწავლობდით აი რო შეხედა ხოლმე ხო აი ამ ასეთ დონის ათლეტებს და იმათ წარმოიდგინე იმათ თავში რა ხდება იმათ მენტალობაში რო აი როგორი რთულია ასეთ ტრავმის მერე იგივე ფორმაში ჩადგომა აი რაღაცა ნუ აი სასწაულია რა აი მე რო პარალელს გავავლებ რომ ნუ რავი ოკეი სამი კვირა დავისვენებ რა და რაღაცნაირად აი კიდევ აი ეს დისციპლინის ამბავია რომ ეხლა თავის განევება არ არის უკეთესი გამოსავალი ეხლა თავის განევება არ გამხდის უკეთესს რა რაღაცა მიცეთ შენ თავს იმ მომენტში мотиваცია გჭირდება ოკეი შეიძლება დისციპლინა იმ მომენტში არ იყოს წამად იმ მომენტში გჭირდება мотиваცია ძალიან კარგია როცა ეგრეთ წოდებული gym body ყავს რომელიც გირეკავს რომ ჰეი რა შვია მოდი ხარ ხვალდილით ვარჯიშზე აი ძალიან მნიშვნელოვანია ეგ სხვადასხვა და ამიტომ აუცილებლად შეიძინეთ gym body-ები მეგობრებო და ხო აი ეგ დამხმარებია რა რამოდენიმე ჩემი მეგობარი რომ აი ლუკა ოკეი სამკვირაში უკვე უნდა მოიხოდო წავედით ვივარჯიშოთ ამიტომ ხო ეგ არის ყველაზე რთული ალბათ ათლეტის ცხოვრებაში ტრავმა არის ყველაზე რთული მე თუ მკითხავ ჩემი აზრით რა მენტალურად გადასალახი კიდე იმის აღიარება რთული რომ ტრავმა გჭირს ანუ თუ რაღაცა სერიოზული არ არის და მაინც შეგიძლია რომ იوارჯიშوان გააგრძელო როცა არ უნდა ვარჯიშობ და ძალიან რთულია აღიარა რომ გჭირს და არ უნდა შეეშვა აი ზუსტად მიმები რო არის დატრამული როდესაც ხარ და მაინც რო გადახარ შეიძლება იმ ცალფეხზე იხტუნაო ან რაღაცა ვარჯიში აწიო რომ მუშაობს ოკეი ცოტა თუ გახურდება უფრო გაიტანს და წავიდე და მეორჯერ ვიტრამები ხო აუცილებელია რომ დაასვენო კიდე ის მიმი არის მოტეხილი რენტგენი რო არის და მოტეხილია რო ეკითხებოდა კიო და რამდენად მოტეხილია ერთიდან 10-მდე რამდენად მოტეხილია ვერ ვივარჯიშებ აი სხვადასხვაის კი სხვადასხვაის აი როგორაც იცი აი აქტივ სპორტულ ცხოვრებაში აქტიურ დასვენებას ეძახიან ეგრეთ წოდებული ის არის ტერმინი რაც ნიშნავს რომ შეიძლება ტრავმა გქონდეს რა მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ აი უნდა წამოწვე და არ შოკოლადები ჭამო და რაღაცა მოდი სანამ ეხა ვარჯიშს არ დავიწყებ დელიდე ვიწევი რაღაც შეიძლება აკეთო აუ კიბეებზე მაგალითად ხელის ტრავმა გაქვს კიბეებზე იარე რა ფეხით გირდით მოახვალ არ ვიცი რაღაცა ისეთი აქტიურად დაისვენე ეგეთი გამონათქვამია რა აი არსებობს ცხოვრებაში რამდენიმე პრობლემა მაგრამ იქამდე სანამ არ გაქვს ჯანმრთელობის პრობლემა როცა ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს ხოლმე ერთი ხო და ეს ყველაზე მთავარი არის რომ აი შენს სხეულს გაუფრთხილდე თუ მიიღე ტრავმა მე ამის მეინტენენსი გააკეთო იმიტომ რომ სხეულზე მაგარი მეინტენენსი არ შეიძლება არც ერთი რამის გაკეთება ამიტომ ხო ცხოვრებაში ის რა ქვია ტრავმებს უნდა შევაგო და მე გავაგრძელო შევაგო ცხოვრება აი მაგ ფაზაში ვარ ახლა რამდენი ტრავმა მქონია მოტეხილობა არა მაგრამ ტვინის შერყევები რაღაც სახსრების დაზიანება რაღაცა და ეხლაც ვერ ვეგუებ ეხლა აი ყოველი ტრავმა არის ახალი სწავლის ფაზა რომ შენ თავზე ისწავლო ახალი რაღაცა ახალი გამოცდილება აი ჩააბრუნო ეს პრომპტი ისე ხელახლა რომ უფრო უკეთ გაიცნო თავი და სხვა მხრივ განავითარო უკეთ მოტოკო აქვს სხვა რაღაცა გააკეთო აი active recovery როგორც კი cross training რაღაცა იქ როგორმე სხვა რაღაცაც ადო თორე ბერჯენ ქონია ეგ რომ უარესად დავტრამო ვარ აი აქ პატარა რაღაც დავამატებ ბოდიში მარიამ აი ტრავმას ხო აი ტრავმასთან დაკავშირებით ჩემი დაკვირვებით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ერთი და იგივე ტრავმის ეპიზოდი რო აიღო ხო ცხოვრებიდან და უბრალოდ ერთ სიტუაციაში გამოაკლო მაგალითად ძილი და კვება და მეორე სიტუაციაში ერთ და იგივე ტრავმა მიიღო ხო დავში ერთნაირად ზუსტად ერთნაირად დაეცი აი აქ ადამიანს რომელსაც აი ძილი და კვება აქვს გამოკლებული უფრო რთულად იღებს ამ ტრავმას და უფრო დიდი მეინტენენსი ჭირდება ვიდრე მაგალითად ადამიანს რომელიც აი ძილის ფაზას სწორად იცავს და კვებას სწორად იცავს ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ამ ტრავმებისთვის რომ მიიღებ ტრავმას ამის რეკავერისთვის რავი აი სწორად იკვებო და სწორად გეძინოს ნუ ამაზე ხა მე
რა თქმა უნდა, ჩემი კომპეტენცია არ არის და რჩევებს ვერ მიცემ, უბრალოდ თავარი არის, რომ უბრალოდ ეგ კონდეს გამჭირდება, რომ ძილი დაყვება, არა მარტო რაღაც ვარჯიშისთვის, ტანისთვის, არამედ თუნდაც ტრავმის მიღების პროცესიდან დაწყებული დამთავრებამდე ძალიან მნიშვნელოვანია. ბოდიში მარიამ შეგაწყვეტინეთ რა. არა უშავს, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი ტოპიკი, რომელიც საუბარკო იყო. ან ბორცს რო დაუბრუნდეს თქო, კი საუბრე, მაგრამ უფრო რო ჩავეძიოთ, მაგალითად გაუკვალოში თუ გადადიხარ ხოლმე და ანუ ტექნიკურად რო ჩავეძიოთ, რას ეკეთებ, იმიტომ რომ ვიცი რომ საკმაოდ ისე პროფესიონალურ დონეზე ეკეთებ მაგ საქმეს. კი, გაუკვალავი ძალიან მიყვარს და ნუ სნოუბორდის ერთ-ერთი ზოგადად პლუსი ეგ არის გაუკვალავში სრიალი. ნუ თხილამურთად შეგიძლია, მაგრამ ნუ უფრო სნოუბორდისტები გადადიან გაუკვალავში. და ხო, სხვადასხვა ვცდილობთ ხოლმე რომ აი ახალი ისინი აღმოაჩინოთ. აი სამეგობრო კომიუნიტი და ძირითადად სხვადასხვა სტეკ კომიუნიტი ვართ. ტატო ალბათ მარიამ უმეტეს იცნობთ იქიდან. და აი ვცდილობთ ხოლმე რომ რაღაცა ახალი ისინი აღმოაჩინოთ ტრასები. გადავიდეთ, გადმოვიდეთ, გაუკვალავში ვისწავლოთ, რაღაცა ახალი ვისწავლოთ აი აქაც. ვცდილობთ რაღაც ახალი გავაკეთოთ, ახალი ტექნიკა შევიმუშაოთ. ნუ აი თუ ვაკეთეთ მაგალითად 180 ტრიალს, მოდი ახლა ვცადოთ 360 გავაკეთოთ. ნუ თლათ ახლა backflips ვერ ვაკეთეთ, მაგრამ რაღაც დონეზე, სამოყვარულო დონეზე. ხო და მე მგონია რომ ეგ არის ტექ კომიუნიტიების პლუსი, იმიტომ რომ რავი შეიძლება სხვა ვიცი ხა ვინც სრიალებენ, ცდილობენ რომ ახალი რაღაცაები ცადონ, მაგრამ ჩვენ გვაქვს რაღაცა სისხლში რა, რომ დღეს რო ის გავაკეთე, უკვე დავხურე, საინტერესო აღარ არის და ხვალ ცოტა სხვანაირად უნდა გავაკეთე და მაგიტო ძალიან სწრაფად ვითარდები ხოლმე სპორტშიც. ზუსტად. სნობის მოყვარეობა ნამდვილად ტექ ხალხს ძალიან გვაქვს და გვადგება სხვა რაღაცებში. ბევრი სამოტივაციო ნაწილი იყო ჩვენ საუბარში, ასევე ძალიან კარგი რჩევები, ღირებული რჩევები და მგონია რომ ვინც ოდნავ მაინც ამ მიმართულებით რაღაცას ფიქრობს ან გამოცდილება აქვს, მაშინვე შეუძლია რომ კონტაქტი დაიჭიროს რაც შენთვი და მიიღოს როგორც გამოცდილების გაზიარება. მოდი ამის მერე გეკითხები რომ შენ ზიულივ ყველაზე მეტად რა მითები გაგიგია, მოდი ერთი სრიალზე ვთქვათ, რა არის ყველა ესეთი მითები, რომელსაც დაამსხვრევდი და იტყოდი, რომ ეს შეიძლება იყოს რაღაცა სტერეოტიპი, რაღაცა TikTok, Instagram Reels-ებიდან წამოსული და რეალურ სპორტში არ მუშაობს. ოკეი. ეს არის რომ დიდასაკში სრიალს ვერ დავიწყებ, იმიტომ რომ სნოუბორდისთვის და ზოგადად ზამთრის სპორტისთვის 20 პლუსი უკვე არ ითვლება პატარა ასაკად, იმიტომ რომ ტრაუმული სპორტია. და ის მითი რომ აი ბევრისგან გამიგია რომ აი იცი რა ეხა 30 წლის ვარ და ეხა რა არ დავდგები. რავი, ძალიან ჩვეულებრივად დადგები, კიდევ და კიდევ უბრალოდ თავარია მოინდომო, დადგე და ისრიალო, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი, რაც გამიგია. მეორე მითი ვიტყოდი ხო ანუ არ მაფიქრდება მეორე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მართლა 10-დან 9, ანუ აი რაღაცა ჩემი სრიალი. ხო, რაღაცა ჩემი სრიალი, რა გამო. ტექში რა გაფიქრდება? აი, ტექში არის ძალიან მაგარი მითი, ერთ-ერთი ესეთი რომ შენ რა გენოღლებაზე ხარ კომპიუტერთან მუშაობ, რა გხლის. რავი, ჩვენ რიმოუტად მუშაობ და სიამდვილეში აი ტექის სფერო, ან ხალხი ტექის სფეროში ძალიან დიდი კოგნიტიური pressure, სტრესია რა, ანუ კოგნიტიური დატვირთვა არის ძალიან დიდი. და ეს კოგნიტიური ფუნქცია არის იმისათვის რომ იაზროვნო, იმისათვის რომ რაღაც ახალი შეისწავლო, მეტყველების უნარი ეს კოგნიტური ფუნქცია შედის. და რადგან ძალიან დიდი დატვირთვაა და სტრესია, ხო, ამ კოგნიტურ ფუნქციაზე, კოგნიტურ სკილებზე, ფიზიკურად ადამიანი დღის ბოლოს გზნობს დააღლილად თავს. აი არ ყოფილ ხართ რომ მაგალითად აი ბევრი იმუშავა და რაღაც ადიგი და ფიზიკურად დააღლილი ხარ. ანუ განუბრალოდ მენტალურად, ფიზიკურად დააღლილი. კი, მაგალითად ახლა ვარ ახლა
ხო, აი ზუსტად. აი მეტყველებას მეჭერში ამშნადი. აი ზუსტად. და სიამდვილეში აი ეს არის სიამდვილეში ბიოლოგიური პროცესია, რაც ნამდვილად იღლები. ხო, ან რაღაცა იქ სტრესის ჰორმონი გამოიყოფა, კორტიზოლი, იქ ტვინი მოიხმარს 20%-ს, მაგრამ წარმოიდგინე 8 საათი, 10 საათის განმავლობაში დაბუსტული მუშაობს, განსაკუთრებით როცა deep focus-ში ხარ. ხო, აი ტექში ხშირად გვჭირდება ხოლმე ჩვენ ეს deep focus-ი. და ეს არის ერთ-ერთი მითი, რომ ოკეი, ძალიან მარტივად არ არის მარტივი ამბავი და ამისათვის, აი ძალიან კაი რაღაც იქამდე მივიდივართ, ამისათვის რომ ეს დააბალანსო და მეორე დღეს დაღლილმა არ გაიღვიძო და უფრო მეტად არ დაიღალო მესამე დღეს, საჭირო არის რომ ცხოვრების სტილი, შენ ცხოვრების სტილში შეიყვანო სპორტული აქტივობა. ზუსტად აი რასაც თქვენ აკეთებთ, აი ეს არის იდეალური ამისთვის. კი, სხვათა შორის, ანუ მე რო ძალიან ვიღლები ხოლმე, თუ არ წავედი სავარჯიშოდ და რა დროს არ უნდა იყოს მივდივარ ხოლმე, იმიტომ რომ თუ არ წავედი, მე ძილის ხარისხი ძალიან მივარდება და აი რაღაც ფხიზელი ძილი რო არის დაახლოებით ეგრე ვგრძნობ ხოლმე თავს, ან დილით რო ვიღვიძებ, ოღონდ ისეთ დღეებში, როცა ძალიან სტრესული სამუშაო გრაფიკია ხოლმე. დილით რო ვიღვიძებ, რომ მეძინა 8-9 საათი, მე თითქოს არ მეძინა. და მაგიტო ყოველთვის ვფუშავ ხოლმე თავს, რომ რაც არ უნდა არ მინდოდეს, მაინც წავიდე. თან ვარჯიშის მერე თითქოს რაღაცა ხურავ ხოლმე სამუშაო დღეს და ახალი დღე იწყება და მე კიდე შეგიძლია რაღაცები აკეთო. აი ზუსტად. ამიტომაც it's recommended. ეგ ამბავია მართლა. თან ორი იმდენად განსხვავებული რაღაცა ერთმანეთისგან, რომ აი ბორინგიც აღარ არის, აი ერთი სფეროდან რაღაც მეორე ახლო სფეროში კი არ გადადიხარ, ანამედ საერთოდ სხვა სამყაროში მიდიხარ და ძალიან მაგარია. აუცილებლად უნდა გამოცადოს. ვისაც არ გამოუცდია. კიდე ერთი მაინტერესებს, ტანვარჯიში ახსენე. რამდენად უბრუნდები, თუნდაც ბატუს, ანუ ეხანდელი ფიზიკით, ანუ აღნაგობით და ეხანდელი ან თუ გიცდია, ან თუ არის რაღაცა ნაწილი. კარგი კორექტიობა იქნება, არა? ბატუზე საერთოდ რო წავიდა ეთში. საკმაოდ რთულია მე როგორც გამიგია და მე როცა შიშის გზნობას დამეუფლა რა და მან ხო რაღაცა ლეველები იქნება, რაღაც შეგვიძლია უფრო მარტივით დაიწყო, არა? კი, აი ბატუზე ხტომა გავს, სხვათა შორის აი როგორ რაღაცა იცი აი თითქოს გონია რომ აი ხა იხტუნებთან დაისვენებ, მაგრამ სიამდვილეში აი ხტუნობის დროს ძალიან ბევრი ენერგია იხარჯება და კალორიებიც იწვება და აი დამღლელი პროცესია რა, განსაკუთრებით თუ არ გიცდია. საშიში თუ უბრალოდ იხტუნავებ არაფერია, ანუ უბრალოდ ხტუნავებ არაფერია, აი ის არ გაწყდება, არ ჩენაფერია მოგია, მაგრამ ის არის რა ქვია, მან ტრამული არის, აი თუ რაღაცა დააპირე უკვე და არასწორად დადექი ის კი რბილია, მაგრამ აი თვითონ აი ეს დაცემის მომენტი და ეს ბატუტის შეხების მომენტი, აი რავი გინდა სიტყვაზე იმას და დაცემო ხარ იატაკზე, გინდა იმაზე ერთ და იგივეა რა. შეიძლება რაღაცა მოიტეხო. უბრალოდ ხო აი არ უნდა იცადო რაღაცა გააკეთო. თუ ინსტრუქტორი არ ყავს და ისე არაფერი ძალიან მაგარია, აი ძალიან ისიამოვნებ, თუ არ გიცდია პროფესიონალურ ბატუზე, კაი დიდ ბატუზე, ძალიან მაგარია და აი რავი ძალიან გაგისწორდა. მე ერთხელ ვცადე ბავშვთა გასართობ ცენტრებში რო ახლა ის დაბადების დღეებზე. მან ჩემი შესვლა შეიძლება და მე შევიპარე და ისე გავერთე რომ რავი და გონი ანუ ერთი ქორის აქტივობა გვინდა ეგეთი. აგერ პროფესიონალიც ყავს და მგონი. პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ კი რაღაცები შემიძლია. აი სიტიმოსში დამყავს ხოლმე ბავშვი ჩემი და იქ რო შემყავს საფტუმრად მე შევდივარ. მეც ვტუნავ, აი ძალიან კაია. მაგრამ ეგ არ არის პროფესიონალი, აი პროფესიონალიც რომ თეთრი ზონა. დასაწყისში თქვით რომ პროფესიონალზე, ოკეი, ჯიმზე თქვით რომ პროფესიონალი არ ხარ რაღაცა, მაგრამ ბატუზე და ტანვარჯზე literally მეორე ადგილი ავიღეო ამბობდა. შეიძლება თქვა რომ წარსული პროფესიონალი იყავი, მაგრამ აშკარად იყავი მაგ მიმართულებით. ხო, ნუ ღრმა ბავშვობაში კი. და ეგ muscle memory მაქვს რა, აი რაღაცა თავარი ეგ ხომ კი, კი. თუმცა რა თქმა უნდა, ეხლა რომ რაღაც ის გავაკეთო, რასაც მაშინ ვაკეთებდი, შეიძლება ერთი სამი თვე. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ სწორი ახსენე, დაცემა და ეს muscle memory ისეთი რამე რაც უფრო გვიან იწყებ ფაქტობრივად მაგაში ინვესტიცია რაც არ უნდა გააკეთო იგივეს ვერ მიიღებ რაც არ უნდა ბავშვობაში როდესაც მაგასთან ქონდა შეხება 100%. ოკეი
მე მგონი გავედით ბოლოსკენ ხომ არ არის ლუკა ისეთი რამე რჩევა რომელიც გინდა რომ დამწყებ ხალხს ან ტექში ან ჯიმში გაუზიარო თუ გინდა ორივე იყოს იმიტომ რომ დაწუნო ჩვენი მსმენელები დამწყებებიც არიან და შენგან ასეთი რაღაც გამოცდილი სპორტ პლუს ტექ დუოსგან კარგი იქნება კი ალბათ აი რჩევას გავუზიარებდი რომ დღეს განსაკუთრებით აი კიდევ რომ დავუბრუნდეთ მაგ კოგნიტიურ საკითხს განსაკუთრებით ძალიან სწრაფად მიდის ეს ტექნიკური განვითარება აი ძალიან სტრესულია რომ ყველაფერს არ ჩამორჩი და მით უმეტეს ახლა წარმოვიდგენია დამწყები დეველოპერისთვის როგორი რთულია ხო აი ჩვენ კი ცოტა ადრე იქიდან წამოვედი მაშინ არ იყო ესეთი ქაოსური მდგომარეობა დღეს როგორიც არის ამიტომ ძალიან რთულია რომ ჯერ სწორი გზა იპოვონ და შემდეგ მე ამ სწორ გზას გაყვან და აქ ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ესეთი სტრესულ და ქაოსურ სიტუაციაში რაღაც ახალს სწავლობ და კოგნიტიურად იტვირთები ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამის ბალანსი რაღაცაში მოახდინო რომ შემდეგ მეორე დღეს მესამე დღეს იმის ენერგია გქონდეს რომ ისევ ამ ქაოსში შეხვიდე და ამ ქაოსში იბრძოლო ხო და განვითარდე არსებობს რამდენიმე ალტერნატივები მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში საუბრობთ ჯანსაღ ცხოვრებაზე ვარჯიშზე და ჩემი რჩევა იქნება ის რომ ყველა ადამიანი ვინც ტექში ვისაც ტექში უნდა რომ შედგას ფეხი ან არის და განვითარდეს აუცილებელია ეს ჩვენი გონება რაღაცნაირად ისე ვქნათ რომ ფიზიკურად ჩვენი ტანი კაი მდგომარეობაში ვაყოფოთ გამომდინარე იქიდან რომ აი და დისციპლინას დავუბრუნოთ აი დისციპლინა ამირად მნიშვნელოვანია დისციპლინის აი ის თვითონ ტკივილი და ის კოსტი დისციპლინასაც მოყვება ხო უფრო ნაკლებია ვიდრე მომავალში ამაზე regret ამაზე ის რა ქვია სინანული ანუ უფრო ნაკლებია რომ დღეს ამ დისციპლინით მე რაღაცა კოსტები გავიღო ვიდრე შემდეგ ამაზე ვინარო რაც ასაკი გადის იმიტომ რომ ჯანმრთელობას რა თქმა უნდა ვერ დააბრუნებ მომავალში ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა როა ეს სხეულის ჯანსაღ ყოფნაში ინვესტიცია მოახდინო ეს ინვესტიცია პირდაპირ კავშირშია მატერიალურ ინვესტიციას ანუ ფიზიკური ინვესტიცია პირდაპირ კავშირშია მატერიალურთან რამდენადაც კარგად იქნები იმდენად მეც გამომუშავებ მომავალში რა ორჯერ 2-4 ეს წარმართი ამიტომ ხო ტექის ხალხო ჯანსაღ ცხოვრებას მიყევით უყურეთ ტატოს და მარიამის პოდკასტს ძალიან ბევრ საინტერესო და ძალიან კაი ჩერება გამოიწერეთ არხი აუცილებლად მადლობა ლუკა ძალიან დიდი ძალიან საინტერესო საუბრისთვის და რო დაბრუნდები აუცილებლად გელოდებით ქორში მადლობა თქვენ